პირველად ბრძანდებით თავდასხმის შემდეგ სატელევიზიო სტუდიაში პირველ რიგში რა თქმა უნდა მაინტერესებს როგორ გრძნობთ თავს, როგორი არის შედეგები ამ სპეცოპერაციის და თავდასხმის, რომელიც თქვენზე განხორციელდა და რა შეგიძლიათ გითხრათ უფრო მეტი, რაც შეიძლება ართქმულა თქვენ ბრიფინგს მიღმა უშუალოდ თავდასხმასთან დაკავშირებით. გამარჯობა გიორგი. მივესალმები თქვენს მაყურებელს. ბევრად უკეთესად ვარ, უკვე რამოდენიმე დღეა ჩვეულ რიტმს მუშაობის დაუბრუნდი. სხვა ყველაფერი უკვე ლირიკა. როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა, ჯგუფური, შეიარაღებული ხალხის და რა თქმა უნდა ამ თავდასხმის დამკვეთი გახლავთ ივანიშვილი, ბიძინა და ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება. ახლა ამის მე დღეს და საერთოდ აღარც ვაპირებ ამაზე საუბარს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტისგან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში და საქართველოში ხდება. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ათობით და ასობით ახალგაზრდაზე, რომელიც თავის აზრს გამოთქვამდა უბრალოდ იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. ბევრი ადამიანი მე ვიცი. რამოდენიმე ჩვენი გუნდის წევრით დღესაც მკურნალობს. უბრალოდ ერთი ოპერაცია არ იყო, მეორე ოპერაციას უკეთებენ. ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს დღეს რეჟიმი. ყველას გვესმის, როდესაც ძალადობაზე დადიან და ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ქვეყნის და შენი ხალხის მართვისთვის, გასაგები აქვს უკვე ეს დიაგნოზია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი პასუხიც და რეაგირება იმაზე რაც მოხდა ამ თავდასხმაზე, მე ვეცდები რომ ყველანაირად შევძლო რომ ეს იყოს ყველა ჩაგრულის ჩაგვრაზე პასუხი. იმიტომ რომ ჩვენ თუ აი ასე ინდივიდუალურად ჩვენი ასე ვთქვათ პასუხი მოვთხოვეთ ხელისუფლებას, ამის ეფექტი ძალიან პატარა იქნება, მცირე იქნება. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით და ერთმანეთთან ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისთვის. მარტივი მაგალითი, ხო? აი მაგალითად ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, რომლის უბრალოდ საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო, მაგრამ სისტემას შეეძლო, ხო, რომ ის გარეთ დაეტოვებინათ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რატომ? იმიტომ რომ ძალადობის გარდა უკვე სხვა არგუმენტი სისტემას არ აქვს. ახლა მეც ჩემზეც ამ სისტემამ მოაწყო თავდასხმა. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვაობა ის იყო, რომ ეს კონკრეტული ერთი არაადეკვატური კაცის დავალებით გააკეთეს, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი არ იცვლება. სისტემა ძალადობაზე თუ გადავიდა და ძალადობას თუ იყენებს არგუმენტად, აქ ჩვენ ახლა განსხვავება ვის უფრო გვეტკინა, ვის უფრო გვეწყინა, ვინ უფრო მაღალი თანამდებობის ვართ, ან ვინ უფრო დაბა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება საჩუქარი სისტემის. ამიტომ მე ამ თავდასხმას აღიქვამ როგორც ძალადობის ერთ-ერთ შემთხვევას და ჩემი პასუხიც შეძლების დაგვარად. მე რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი პასუხი იქნება ყველა ჩაგრული ადამიანის პასუხიც და რა თქმა უნდა აქ დროის საკითხია, სხვა არაფრის საკითხი არის. სამართლიანობა დადგება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ეს არის და ეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი იმასთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა. ბატონ გიორგი, დღეს მე სიუჟეტი დავიწყე ინფორმაციით და კადრებით, რომელიც ასახავს ბელორუსში მიმდინარე მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს. მე-7 ჯერ 30 წელია ლუკაშენკო რჩება ხელისუფლებაში და თვითონ გაკვირვებული იყო, რომ კაცო, რა ვქნაო, ჩემი ბრალი ხო არ არის, ოპოზიციის ნაწილმა არჩია ციხეში სამჯდარი იყო და ნაწილმა დატოვა მთელი ქვეყანაო და ჩემი შემცვლელი კიდე არ ჩანსო. სინამდვილეში მას თავის შემცვლელი შერჩეული ყავს თავისი შვილის სახით, რომელიც ჩინეთში სწავლობს და ჯერ უბრალოდ საპრეზიდენტო ასაკის არ არის, მაგრამ იქ ვიცით საით მიდის თუ დაცალდა და თუ რუსეთის ზურგი იყო იქამდე და პუტინის. ზუსტად იგივე ხელი არის საქართველოშიც. მე როცა თქვენ კითხეთ თქვენს რეაქციასა და რეაგირებაზე, რა თქმა უნდა, პროტესტანტი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს აქვს თავისი მიზანი, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოწყობილ სპეცოპერაციებს აქვს ზუსტად ის მიზანი, რომ ლუკაშენკოს მსგავსად ოპონენტი პოლიტიკური ქვეყანაში არ დარჩეს, ფიზიკური საფრთხის განცდის გამო თუნდაც. რამდენად აქვს მას შანსი მიაღწიოს ამ შედეგს
რა ეტაპზეა ახლა საპროტესტო მოძრაობაც და ის დიდი პოლიტიკური პროცესი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რა აქვს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულ ხალხს საამაყო და რა არის ის, რასაც უფრო მეტად კრიტიკული თვალით შეიძლება შევხედოთ. გიორგი, სურვილი ერთია. შეიძლება ახლა ვიღაცის ავადმყოფურ თავში ესეთი სურვილი დაიბადოს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამას განხორციელება არ უწევია. მარტივი მიზეზის გამო. მე ერთხელ თქვი ადრე, საკმაოდ ადრე, რომ ნორმალური ავტორიტარული რეჟიმიც ვერ დაუმყარებიათ. ამის თავიც არა აქვთ. და ეს ყველა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც ცდილობენ ამ თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით წარმოაჩინონ, რომ აი რაღაცას მართავენ, არაფერს ვერ მართავენ. სინამდვილეში დღეს ოცნება რეჟიმი არის ისეთი სუსტი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს. ეხლა რაც შეეხება პროტესტს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 20 ივნის, მათ მიერვე დანიშნული იყო ეს თარიღი, ხო? ეხლა ვიღაცებს ხო ცდილობენ დააბრალონ, მაგრამ თვითონ დანიშნეს ეს თარიღი და ინაუგურაცია მოხდებოდა ქვეყანაში ყველაფერი დავა. 20 იანვარს. 20 იანვარს, კი ბატონო, 20 იანვარს ბოდიშით. სინამდვილეში პირველი ფაზა ხალხმა საქართველოს მოქალაქეებმა და პროტესტმა გამარჯვებით დაასრულა. ეს ფაქტია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ოცნებას არ აქვს არც შიდა ლეგიტიმაცია, ოცნებას არ აქვს არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ამასთან ერთად სერიოზული ინდივიდუალური და ტარგეტირებული სანქციების პროცესი უკვე დაწყებულია, რომელსაც ვერავინ ვერ გააჩერებს და რაც მთავარია, აი ამ ყველაფრის ჯამური შედეგი გახლავთ ის, რომ დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ჩამოყალიბებულია ერთი აზრი, რომ ივანიშვილი მოულაპარაკებელია. ამ კაცთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. სხვადასხვა მიზეზების გამო. ზოგი ამბობს, რომ მას უბრალოდ ქვეყნის იზოლაცია უნდა, ზოგი ამბობს, რომ არაადეკვატურია, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს აზრი ჩამოყალიბებულია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეხლა ჩვენი გეგმის შესაბამისად, ჩვენი გეგმის რომ პირველი ფაზა უკვე წარმატებით დავასრულეთ, გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს მეორე ფაზა არის შედარებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოუცხადოთ ერთმანეთს. რას გულისხმობ? აი მარტივი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ფაზა, როდესაც ჩვენ პოლიტიკური იზოლაციის შემდგომ დავეჯახებით ეკონომიკურ იზოლაციას, რაც გამოწვეულია ოცნების ძალადობრივი ქმედებებით, არაკანონიერი ქმედებებით ქვეყანაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგებიან. აი მაგალითად, მე ძალიან არ მესიამოვნა, როდესაც 2 დღის წინ აგერ თბილისში სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაუნგრიეს სახლები და ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდა. თითქოს ეს ნორმალური ფაქტია, როდესაც ზამთარში, ეხლა ჩვენ ხო ყველას კარგად გვესმის, იანვრის ბოლოა, ჯერ წინ გვაქვს კიდე თებერვალი, მარტი, აპრილი, აი ამ სიცივეში ადამიანებს ყრიან ქუჩაში. სხვათა შორის რაღაც განსაკუთრებული სადიზმის გამოვლენა, როდესაც ყინვაში ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ეს პირველი წერი არ არის. კალაძე ამას აკეთებს ყოველი ახალი წლის შემდეგ. და შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საზოგადოებას მეტი რეფლექსირება უნდა გქონოდა ამასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად გვახსოვდეს, რომ დღეს რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები შიმშილობენ და ზოგიერთ სასწავლებელშიც ვერ შიმშილობენ, მაგალითად მე გაოცებული ვარ სეუს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, როდესაც გარეთ ათენებენ ბავშვები კიბეებზე, მართლა ამ ყინვაში და მათ ამაზე რეაქცია არ აქვს. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების კომპანიები ფაქტობრივად უმუშევრად დატოვეს 10,000 ადამიანი და ჩვენ ერთხელ შეიძლება პროტესტი გამოვთქვით, მაგრამ უკვე დაგვავიწყდა ამ ადამიანებს ყველას სერიოზული გამოწვევები ელით და ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობად უკანონოდ დაპატიმრებულების, უკანონოდ ძალადობის მსხვერპლების. ეს უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანობას, როდესაც დავანახებთ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ეს საზოგადოება ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მათი გაურკვეველი პოლიტიკური ელიტები. ამიტომ შემდეგი ჩვენი გამოწვევა მეორე ფაზაზე იქნება როგორ გაუმკლავდებით და როგორ დაუდგებით ერთმანეთს გვერდში, როდესაც სოციალური პრობლემები დაგვიდგება. თქვენ ხო არ გონიათ ივანიშვილი იზრუნებს ჩვენს სოციალურ ან ვინმე იზრუნებს ლარის კურსზე, ინფლაციაზე, იმაზე რომ ადამიანებს ყოველ სამსახურიდან ანთავისუფლებენ. ზუსტად მსგავსი სოლიდარობა ჩვენ გვმართებს საჯარო მოხელეების მიმართ, რომელსაც კიდევ უფრო ბევრს გაანთავისუფლებენ. ამიტომ
ეს შეკრულობა ჩვენ ხო ერთად შევძელით პირველი ფაზის დროს პოლიტიკური მიზნების მიღწევა და პოლიტიკური მიზნები მივახციეთ და გავიმარჯვეთ ამ ნაწილში. ეხლა უნდა ასევე ერთად გაუმკლავდეთ მეორე ფაზის ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. მესმის რომ უფრო რთული იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ამ ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა არ იქონიონ პირდაპირ ზემოქმედება პროტესტის ხარისხზე და პროტესტის მასშტაბზე. მაშინ აქ ერთი კონკრეტული კითხვა. კი ბატონო. ამ მნიშვნელოვან და მასშტაბურ გამოწვევას სჭირდება ასევე საერთო ეროვნული სოლიდარობის რეალიზება. ეჭვი არ მეპარება ჩვენი მაყურებლების დიდი ნაწილი სოლიდარულიც არის და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მზად არის ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. იღებს კიდეც ახლაც მე-60 დღეა უწყვეტი პროტესტის, რუსთაველი გადაკეტილია, ბათუმში აქცია მიმდინარეობს, ქუთაისში დღეს აქცია იყო, მაგრამ არის კიდევ რაღაცეები გასაკეთებელი, რომელიც ამ პროტესტის სხვა ფორმაში, უბრალოდ თანადგომის ფორმაში უნდა გადავიდეს. და აქ ჩნდება ხოლმე კითხვა მედიაშიც, იმავე ქუჩაში გამოსული ადამიანებისაც, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების როლი. ხომ არ არის მნიშვნელოვანი კოორდინაციის მოთხოვნის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიების როლის გააქტიურება მოხდეს. თუ აი როგორ უნდა მოხდეს თუნდაც ამ სოლიდარობის აქტების დაორგანიზება და რა როლი შეიძლება ქონდეთ ამაში პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ რომ პარტიების მიმართ აი ნაახალ წლებს მაინც მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური შედეგები რო იქნა მიღწეული, ამაში მათ შორის ბარიერგადალახული პარტიების თანმიმდევრულობა დასაფასებელია, ხო? არავინ პარლამენტში არ შევიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თქვენი სხვა კოლეგები სხვა პარტიებიდან უწყვეტად მონაწილეობთ ამ აქციებში ფიზიკურად იქ დგახართ, მაგრამ მაინც არის რაღაც მოლოდინი კიდევ უფრო მეძე. რა შეიძლება იყოს ეს? შეხედეთ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს პროცესების და რაც მთავარია მიზნების სტრუქტურირება. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, ადამიანები ყოველდღიურად გამოთქვამენ თავის პროტესტს, განან რუსთაველზე, განან ბათუმში პროტესტზე, ზუგდიდში, ქუთაისში, ბევრ ქალაქებში, მაგრამ ვერ ხედავენ მიზანი რა უნდა იყოს, სად არის ეს მიზანი და რა დრო გჭირდება რომ ამ მიზნამდე მივიდეთ. რომ შემდგომ ეს მიზნები არის დასასტრუქტურირებული. ეხლა შეხედეთ, აი მარტივად რომ ვისაუბროთ, რა ხდება დღეს, ხო? ჩვენ საუბრობთ იქ პარტიები, როდის ჩაუდგებიან, როგორი იქნება მათი გეგმა. აი ჩვენ საუბრობთ დღეს ქვეყანაში იზოლაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე და მეორე მხარეს. აი მაგალითად, ბოლო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს იმაზე, რომ როგორმე ივანიშვილის ფული დაიცვას. აი ერთი შვეიცარიული ბანკი შემდგომ ჩივილი მეორე შვეიცარიულ ბანკთან. მერე გიორგი ბაჩიაშვილის ბიტკოინები ფული მომპარეს, გახდა უკვე, ну არ ვიცი, რაღაც იდეა ფიქსი და ზრუნვის საგანი მთელი სახელმწიფო აპარატის. ჩვენს მოქალაქეებს უნდა აუხსნათ, რომ მათ ყოველდღიურ სოციალურ პრობლემებზე მთავრობა კი არ ზრუნავს და ივანიშვილი კი არ ზრუნავს. ისინი ზრუნავენ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ფულის დაცვაზე, დაბრუნებაზე, მომპარეს, ვაიმე რა ვქნა იქ გლობალური ომის პარტიამ დაავალა აი 1000 სისულელებზე ფულის გარდა არაფერზე ბოლო თვე-ნახევარი, 2 თვე არჩევნების შემდგომ ეს კაცი არ საუბრობს მხოლოდ ფული, ბიტკოინი, ფული. შვეიცარიული ბანკი გვასწავლა უკვე შვეიცარიული ბანკები ზეპირად, ხო? ეხლა ამის შემდეგ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უნდა აუხსნათ, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გვარწმუნებდა და მეც მჯეროდა ამის, რომ მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს, რომ საერთოდ ბიზნესს უკვე აღარ აკეთებს, რომ უფრო მეტიც მთელი თავისი ქონების 90% საქველმოქმედო ფონდს გადასცა, თურმე ბიტკოინებსაც აკეთებდა. ეხლა აგერ გავიგეთ, რომ თურმე ჰესებშიც ფულს დებდა. და კიდე ბევრ რამეს აკეთებდა და საბოლოო ჯამში ეს კორუფციული მანქანა, რომელიც შეიქმნა პირველ რიგში შეიქმნა იმისთვის, რომ ის გამდიდრებული იყო და Forbes-ის მონაცემებში დღეს რო შეხედოთ ადამიანი, რომელიც იძახის, რომ ამდენი მილიარდი მომპარეს, ბიტკოინები მომპარეს, ბიზნეს არ ვაკეთებ, არაფერს არ ვაკეთებ, მისი ქონება ყოველწლიურად იზრდება და იმხელა ციფრს მიაღწია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა. ეხლა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ხო უნდა აუხსნათ, რომ მეგობრებო, გავიგერო, ეს კაცი მეც მათ შორის მოუთხუდი, ამბობს წლების განმავლობაში, რომ ქველმოქმედია და ამაში ამ პროპაგანდაში დიდი ფული ჩადო, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ქველმოქმედი კი არა, ჩვეულებრივი ინვესტორი იყო. ეს იყო ჩვეულებრივი ინვესტორი, თან ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხარბი ინვესტორი, რომელმაც რამოდენიმე X-ით უნდა რომ დაიბრუნოს ეს თავის ფული უკან და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ
კორუფციულად ძარცვავენ ქვეყანას. კორუფციულად ძარცვავენ სახელმწიფოს. ეხლა თქვენ რა გონიათ? აი რომ დადიან ეხლა ხო? აი ჩავიდნენ სადღაც გაერთიანებულ ემირატებში. ეხლა რა ადარდებთ ეხლა თქვენ გონიათ რომ გაერთიანებული ემირატებიდან დღეს აი ამ ქვეყანაში ვინმე ისთვის ჩადებს ან ამისთვის ჩავიდნენ? რა თქმა უნდა თავისი მოპარული ფულის გადასამალავად ჩავიდნენ. იმიტომ რომ პოლიტიკური გარანტიები ჭირდება თვალე რომ დაასანქცირონ, ეს ფულისაც წაიღონ ხო არიციან რა. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ რომ მიუხედავად იმისა რომ არის რაღაცეები რაც კარგიც გაკეთებულა, მაგრამ ეს ყველაფერი გადაიხაზა უკვე. და იმისთვის რომ ადამიანმა ერთხელ კარგი რაღაცა გააკეთა, ეს იმას არ ნიშნავს რომ საბოლოო ჯამში მთელი სახელმწიფო უნდა იხმარო შემდგომ მთელი ცხოვრება. ხომ? ამის უფლება ხო არ მიუნიჭებია მისთვის არავის, ხო? ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი თავარი ამოცანა რომ თქვათ რომ მეგობრებო ჩვენ შეგვეშალა და როდესაც არ ვიცი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ოპოზიციური მათ შორის გამოდის და იმ ხალხს რომელსაც მიუცია ოცნებისთვის ხმა ტირე ივანიშვილისთვის ან დღესაც მხარს უჭერს მათ რაღაცაში ადანაშაულებენ მათ უნდა ველაპარაკოთ მათ უნდა აუხსნათ რომ ისინი უბრალოდ პროპაგანდის მსხვერპლი არიან და მათ არ აქვთ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. ხა როგორ წარმოგიდგენიათ აი მარტივი მაგალითი ხო ამასინათ უყურებდი იმედის როგორ დავარქვა fake მფლობელი ხო რომელიც ხა ბატონ რუხაძეზე რა თქმა უნდა ხო აი ადამიანი თვით გადარჩენის ინსტინქტმა მიიყვანა ეთერში სადაც საუბრობდა და რეფლექსირებდა იმაზე თან უნდა ეთქვა რომ კაცო მე იმედთან არა ეს ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანი და აი იმედი თან მე CNN-ის კაცი ვარ თუ BBC-ის კაცი ვარ და იმედის კაცი კი არა ვარ და თან მეორეს მხრივ მთლიანად აი ამ ავტორიტარულ რეჟიმს იცავდა ვერ გადაუწყვეტია რისი უფრო ეშინია იმ სარგებლის დაკარგვის რაც დასავლეთში და ევროპაში და ამერიკაში კარგ ცხოვრებას აქ მოპარული ფულით ნიშნავს შესაბამისად სანქციების თუ ივანიშვილი ბიზნესი უფრო ეშინია. ეხლა ესეთი პროცესები კიდევ უფრო მეტი იქნება და ჩვენ ამ პროცესებს უნდა მივეხმაროთ და მე როდესაც ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს დღეს რომ ივანიშვილმა ბიზნესამ უნდა დაკარგოს ფული რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალაუფლება რატომ? იმიტომ რომ მთავარი ფასეულობა როგორც აღმოჩნდა ამ ადამიანისთვის არის ფულის საშოვნელად და დასაცავად ჭირდება ძალაუფლება, მაგრამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ ფული ჭირდება. ამიტომ აი ამ ჩაკეტილ წრეში გააკეთა ის და იძალა და რიგით ახალგაზრდა მოქალაქეებზე და მიაღწია იმას, რომ მის ფულს უკვე ამ ბავშვების სისხლის სუნი აზდის. და ეს უნდა გვესმოდეს და ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც საუბრობთ შემდეგ მეორე ფაზაზე ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც არიან შეთანხმებულად კორუფციულ სქემებში და აფინანსებენ ამ რეჟიმს, მათი სანქცირება იძულებითი ნაბიჯია, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ფაქტობრივად გამოდის ვართ ისეთ მდგომარეობაში, იმისთვის რომ ამ ხალხმა თავისი მოპარული ფული დაიცვან, ან შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო მეტი ფული მოიპარონ, ქვეყანას ევროპულ ოცნებას და ევროპულ იდეას უნაცვლებენ რაღაც 3+3 იდეით და საბოლოო ჯამში გამოდის რომ მე გამოდიან რაღაც ღირსებაზე გველაპარაკებიან ადამიანები, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა. ეხლა ეს ფული ვერ წაუღიათ სადღაც ამ სანქციებს, რა თქმა უნდა, თუ ეს სანქციები ეფექტურია და რეჟიმს ასუსტებს, მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ სანქციებზე იმუშავებს. აბა გამოვიდეს ვინმე და რამე მითხრას. აბა გამოვიდეს და ვინმე და ის იდიოტობა რაც მოვისმინე რომ სამუშაო ადგილებსო, თურმეო სამუშაო ადგილებსო, იმას რა ქვია, თუ დამასანქცირებენო, სამუშაო ადგილებიო, ამიტომ შემცირდებაო. შეკაი ადამიანო. ქვეყანაში რომ არც ერთი კაპიკი უცხოური ინვესტიცია აღარ შემოდის. ქვეყანაში იმისთვის რომ შენი წარმოება და შენი არმატურა უკეთესად გაყიდო, არმატურაზე გადასახადს ზრდიან იმპორტირებულზე სპეციალურად და ამით აძვირებენ მშენებლობას, ამაზე არაფერს რო არ ამბობ. და რაღაც სისულელებს რო ყვები. უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი ყვილები არც ერთი აღარ უნდა გაუტაროთ. ამიტომ ვთქვი მე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინმეს თუ უნდა რომ პატიება დაიმსახუროს, ჯერ გამოვიდნენ
და თქვან იმედი ვისია და იმედი როგორ ფინანსდება. მერე გამოვიდნენ და თქვან რუსთავი 2 ვისია და როგორ ფინანსდება რუსთავი 2. თუ ვინმეს გონია რომ პოზიტივი მართლა იმას რა ქვია ვიქტორა იმის არის ჯაფარიძის პოზიტივი? როგორ ხდება ეს ყველაფერი თქვენ რა იცით ამის შესახებ? არა მარტივად ხდება ყველას აქვს ეკონომიკის რაღაც ნაწილი და ვალდებულება რომ ეს აქტივები უნდა დააფინანსოს, რომელსაც მე იყენებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ პროპაგანდისტვის. შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის ადამიანი და არ აქვს ამას მნიშვნელობა არანაირი, იმიტომ რომ ეს ხალხი დღეს ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ივანიშვილი ბიძინა იქნება ის თუ პეტრიაშვილი? ჩემს არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს და არც ექნება არანაირი მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ამ სისტემაში, ფინანსურად, პროპაგანდისტულად, რეპრესიული მანქანის ნაწილია ყველა ეს ადამიანი. თუ ჩვენ სხვა შესაძლებლობა არ აგვაქვს და მათ არ უნდათ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც მათ არ ეთანხმება, აღიარონ, მხარეთ და მოქალაქეთ, რომელსაც უნდა დაელაპარაკო უბრალოდ და კითხო მაინც, კაცო, რა გინდა? მოდი იქნებ რაღაცა გამოსავალი არა. აი ესე 60 დღეა უკვე ადამიანები ქუჩაში დგანან ყოველ ღამე პროტესტს გამოთქვამენ და ესენი ელოდებიან რომ ესენი დაიღლებიანო და გაჩერდებიან. პასუხისმგებლობა ან პატივისცემა, კაცო. ბოლო არ ვიცი 200 კაცი რო იდგეს მარტო. ხო შენი მოქალაქეები არიან. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს მარტივი რამე. უნდა გვესმოდეს რომ დღეს წდება ჩვენი შვილების მომავლის საკითხი. და ჩვენ ასეთი პასუხისმგებლობით უნდა მივდგეთ. ეხლა ეს არ მოსულა და ამას მე ვერ ვიკადრებ და ეს ჩემი ყოფილი მეგობარია, ეს ნათესავია და მეზობელი, ეს აღარ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ბედზებს საუბრობთ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, შემდგომი 10, 20, 30 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა როგორი იქნება და სად იქნება. დაიცლება ახალგაზრდებისგან, თუ ახალგაზრდები პირიქით დაბრუნდებიან ქვეყანაში. და ამიტომ ეხლა ვიღაცას თუ გონია, რომ მე ჩემი შვილის მომავალს სად გაიზრდება, სად იცხოვრებს, როგორ ქვეყანაში იცხოვრებს, რაღაც იმაზე გავცვლი, რა თქმა უნდა არ გავცვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები არიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, ფიქრობენ ისე, როგორც მე ვფიქრობ. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შემდეგი ეტაპი, ჩვენი სოლიდარობა ერთმანეთს რო გამოუხატოთ და რო დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით. აი, როდესაც უკანონოდ მიდიან და ადამიანებს ზამთარში ქუჩაში ყრიან, იქაც უნდა ვიყოთ. როდესაც სტუდენტებს არ აძლევენ შესაძლებლობა შენობაში შიმშილონ და ქუჩაში ყრიან, აი იმას რექტორად რა უნდა? ახალგაზრდა თაობას, აი მე არ ვიცი, ან როდესაც ეგერ იმაში რა ქვია, ტყიბულში გაურკვეველი წარმომავლობის ვიღაცა ინვესტორი, იმიტომ რომ არ მოეწონა ან სუსმა უთხრა რა, თავისი პერსონალური ოდერი რო ყავს ჩასმული, სუსმა უთხრა რომ აი ამან იმას მიწახმა, ამან ამას მიწახმა, ადამიანებს უბრალოდ სამსახური დააკარგინა, რა სუხთის 700 ლარს მაქსიმუმ, ხო? რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა გქონდეს ჩვენ რეაგირება და ადამიანებს ამაშიც უნდა მივეხმაროთ. უნდა გვესმოდეს, რომ ის დანაშაულები, რომლებიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა არჩევნების გაყალბების შემდგომ, სულ უფრო მეტად გადაეცემა სოციალურად ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ადამიანებს. ეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბიძინა ივანიშვილს ადარდებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ბიტკოინები, თავისი მილიარდები და რეკავს ეხლა რა დიდი ალბათობით იმის რა ქვია ყოფილ ოლიგარქებში რომ შენ იქნების გადამინახო, შენ ეს გადამინახო. ამიტომ მთავარი უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ თუ ერთმანეთს არ დაუდექით, სხვა არავინ არ დაგვიდგება ჩვენ გვერდზე და ჩვენ თუ არ დავანახეთ ზუსტად ისე როგორც აი ამ აქციებმა დაანახა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქართველები არიან მზად იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის, ეხლა უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ მზად ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებისთვისაც ვიბრძოლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გადაცემის დრო იწურება და მინდა რომ ბოლო კითხვა დავსვა უფრო გეოპოლიტიკურ ჭრილში, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის ნების გამოვლინებას და რწმენას იმისას, რომ ეს ბრძოლა მოიტანს საქართველოს კუთვნილი ადგილის მოპოვებას და შენარჩუნებას ცივილიზებულ დასავლეთში. სახელისუფლებო პროპაგანდა
და ოცნების რეჟიმის ლიდერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს, რომელიც ყოველთვის აი ამ გზაჯვარედინზე იყო, დიდი ბიძიების მოლაპარაკების შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის უკანაეზოდ ან ჩინეთის გავლენის სფეროთ, ამიტომ მოდი ჩვენ ზედმეტად ვიაქტიურებთ დასავლეთს ჩვენთვის ისედაც არ ეცლება და შევეგუოთ იმ მოცემულობას, რომელიც აქ არის. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების ფონზე კონტექსტში იმ ძირითადი გზავნილების პოლიტიკის ძირითადი კონტურების გამოკვეთის, რომელიც უკვე სახეზეა, მათ შორის რუსებთან და ჩინეთთან პოზიციონირების, თქვენ რა შეგიძლია უთხრათ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ასე მუხლჩაუქრხრელად, შეუდრეკლად, შეუშინებლად, არა მარტო ივანიშვილის ადგილობრივ, ასე ვთქვათ, კვაზი ავტორიტარულ ხელისუფლებას ებრძვიან, არამედ იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ამ ხალხს უნდა უთხრათ პირველი, რომ აუცილებელია, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ კიდევ ერთხელ ცივილიზებულ სამყაროს და ასე გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს რაც ხდება, თავი რომ დავანებოთ რუსეთს, ჩინეთს, ჩვენ ვაგებთ სამხრეთ კავკასიურ კონკურენციას. მე საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ ხალხს მინდა უთხრა. დღეს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო. ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 წლის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა ფაქტობრივად, ოფიციალურად ღია თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგინებენ ჩვენ არამხოლოდ მომავალს, ევროპულს, ცივილიზებულ მომავალს, ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ამ მომავალთან, გაითვალისწინეთ და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ეს უთხრა. შორს არის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ, როდესაც შიდა მეგობრულ თუნდაც, მაგრამ რეგიონალურ კონკურენციაში მაჩანჩალები გავხდით ყველაზე ჩამორჩენილები ვართ ყველაფერში, ეკონომიკაშიც, გეოსტრატეგიულ ფუნქციაშიც და როლშიც. სხვას არ მინდა საერთოდ შევეხო. და ეს ხალხი, რომელიც იძახის, აი არ ვიცი, დღეს სადღაც ვკითხულობდი, რომ აიო ტრამპის ადმინისტრაცია ეხლა ბიძინა რას დაალაგებს ივანიშვილი ბიძინა ადამიანს, რომელიცაც არავინ არ ელაპარაკება, საერთოდ არანორმალურად თვლიან. და ის დაალაგებს კაცო, რაღაცა რომ დაალაგო, კომუნიკაცია უნდა გქონდეს, ვიღაცას უნდა ელაპარაკებოდე. კაც, რომელსაც არავინ არ ელაპარაკება და არ დაელაპარაკება, იმან რა უნდა დაალაგოს არჩევნების წინ. თავი რომ დავანებოთ იმ გადაცემაში რაღაც საშინელებები რო ვილაპარაკა, ჩვენ რო გულანძღა და გვემხრებოდა, იმას თავი რომ დაანებოთ კაცმა, რომელსაც პრეტენზია აქვს რაღაც გეოპოლიტიკურ რაღაც სიგიჟეებზე, იმათ რა ქვია, არჩევნების წინ დიდ აქტივად და სასახელო საქმედ წარმოაჩინა ორ კვირაში ამერიკის ელჩს შევხვდებიო, კაცო. აი ხა ეს კაცი ის ორ კვირაში ვერ შეხვდა დიდი ალბათობით. ან შეხვდა თუ არ შეხვდა, რაღაც სიგიჟეებს მოუყვებოდა. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რა ხდება დღეს. დღეს ფაქტობრივად, იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულად სტრატეგიული მარცხი განიცადა ქვეყნის ევროპული მიმართულებით. ეს სტრატეგიული მარცხი ხელისუფლების კი არა, ქვეყნის მარცხია. ეს ჩვენი უბედურება. ამიტომ დღეს ამზადებენ რაღაც ალტერნატივას, რაღაც 3+3-ის სახით. ეს 3+3 რო გვესმოდეს, ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროპული მომავალი და ოცნება ჩაანაცვლოს რუსეთის, თურქეთის და ირანის გაერთიანების შესვლით. აი, ხო წარმოგიდგენიათ, სად ვიყავით ჩვენ 3-4 წლის წინ, როდესაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ ევროპაში გაწევრიანების პროცესი ან გაფართოების პროცესი დაიწყებოდა და საქართველოს ნომერ პირველი არ იქნებოდა, ხეს მოლდოვამ დაგვასრო. ვერავინ ამას ვერ წარმოიდგენდა და უკვე სომხეთი დაგვეწია და ხვალ ასე თუ გავაგრძელებთ, ისიც გაგვასწრებს. ამიტომ ყოველას უნდა გვესმოდეს, რომ გეოსტრატეგიულად და ეს ამას ძალიან დიდი უსაფრთხოების კონტექსტი აქვს. ჩვენ ყოველას უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ თუ ჩავრჩით 3+3-ის რეგიონში, რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის, ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მხარდაჭერის გარეშე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ აი ამ ლოკალურ სამხრეთ კავკასიურ რეგიონალურ კონკურენციას გაუძლებთ კი არა. ძალიან სერიოზულ
უსაფრთხოების გამოწვევს. სამეზობლოც ვერ შევაკავოთ თავიანთი მადის გაღვივების და ის ადამიანები, რომლებიც დღეს უნდა გვესმოდეს უბრალოდ რომ მე მესმის ამაზე უნდა ველაპარაკოთ. ამაზე უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს და მთავარი არის ის რომ მათ ეს იმედს რო უყურებენ მატყუარა ტელევიზიას, რო უყურებენ პროპაგანდისტულ ტელევიზიას, რომელსაც შეცდომაში შეყავს საქართველოს მოქალაქეები და შემდგომ ეს რაღაც თითქოს რაღაცა შეუძლიათ, არაფერი ამათ აღარ შეუძლიათ. ამათ ერთადერთი რაც შეუძლიათ იძალადონ, პროპაგანდისტული ტელევიზიებით ტყუილები გაავრცელონ და შემდგომ გვითხრან რომ იცით რა ჩვენ ცალფეხზე ევროპაში ვერ შევდივართ, მაგრამ სამაგეროთ ორი ფეხით ამაყად შევალთ 3+3-ის ფორმატში და მე ამას ეცდებიან კიდე რაღაც წარმატებად შემოგვასახონ. ეს არ უნდა დაუშვათ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა აუხსნათ და უნდა დავანახოთ გზა და გზა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სოლიდარულად ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგეთ და თამაეწური ცივილიზებულ სამყაროს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ქართველების ადგილი არის ევროპულ, ცივილიზებულ, თანამედროვე სამყაროში. მადლობა ძალიან დილით თქვენთან საუბრით ორი პატარა დასკვნა გამოვიტანე. პირველი განსაკუთრებით გეოპოლიტიკაზე და ბიზნეს დასავლეთად დალაგების პერსპექტივაში ქალბატონი კემბერლი ლისა და გუტერეშის იმედზე მათ შეუძლია არ იყვნენ და მეორე სპეცოპერაციას თქვენს წინააღმდეგ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოუღია.